2017 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 16. პევ დიაგრამაზე ნაჩვენებია გაბერის საბურავში m მასის ჰაერის ამ მდგომარეობა, რომელშიც ჰაერის აბსოლუტური ტემპერატურა T. მოცემული გვაქვს პევ დიაგრამა, რომელშიც m მასის ჰაერი გვაქვს ამ მდგომარეობაში, ანუ ამ მდგომარეობაში m-ა ვითხრეს რო არის ტოლი, m-ისო, რომელშიც ჰაერის აბსოლუტური ტემპერატურა T, ასევე ამ მდგომარეობაში T ამ მდგომარეობაში ვიცით რო არის ტესტოლი, საბურავი ჩაფუშეს B მდგომარეობამდე. ამ დროს ჰაერი გაცივდა 3T მეოთხე ტემპერატურამდე. ესე იგი, ამ მდგომარეობაში ტემპერატურა იყო ტესტოლი და B მდგომარეობაში ვითხრეს რომ გახდაო 3T მეოთხედის ტოლი. რამასის ჰაერი დარჩა საბურავში. ხო, მოდით ახლა გრაფიკიდან რა ინფორმაცია გვაქვს? გრაფიკიდან ვხედავთ, რომ ამ მდგომარეობაში P ტოლი არის 3P0-ის ტოლი. ამასთან B მდგომარეობაში P არის 2P0-ის ტოლი. ხორად შეეხება მოცულობებს, მოცულობა ამ მდგომარეობაში არის ამ მდგომარეობაში ტოლი არის 4P0-ის, ხოლო მოცულობა B მდგომარეობაში არის 3P0-ის ტოლი. და გვეკითხებიან მასა რო იყო ამ მდგომარეობაში m-ი, რამდენი გახდა B მდგომარეობაში მასა. ხო, მოდი პირველ რიგში აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება, კერძოდ PV ტოლი არის მასა გაყოფილი მოლურ მასაზე, გამრავლებული უნივერსალურ მუდმივაზე და გამრავლებული აირის ტემპერატურაზე, აირის აბსოლუტურ ტემპერატურაზე. და თითოეული მდგომარეობისთვის ჩავწეროთ ეს განტოლება. ამ მდგომარეობისთვის რა გვექნება ახლა? PA VA უდრის M A გაყოფილი მოლურ მასაზე, გამრავლებული R T ამ მდგომარეობაში. ხოლო B მდგომარეობისთვის PB VB შესაბამისად ტოლი იქნება MB შეფარდებულ მოლურ მასაზე, გამრავლებული R T B-ზე. და შევიტანოთ ახლა მოცემულებები. გამომდინარე იქიდან, რომ PA ტოლი არის 3P0-ის, VA ტოლი არის 4P0-ის, ეს უდრის M-ა მოცემულობით ვიცით რომ არის M-ის ტოლი, M-ი შეფარდებული მოლურ მასასთან, R-ი გამრავლებული T-აზე, რომელიც ტესტოლია. რაც შეეხება B მდგომარეობაში, PB ტოლი არის 2P0-ის, 2P0, გამრავლებული VB არის 3P0, ეს უდრის M-ი B მდგომარეობაში შეფარდებული მოლურ მასასთან, R T B მდგომარეობაში, რომელიც 3T მეოთხედის ტოლია. გამრავლებული 3T მეოთხედზე. ხო, ეს სამები ახლა შეგვიკვეცება, შეგვიძლია შევკვეცოთ საიდანაც 3P0 4P0 მოგცემს 12P0 ვენურს, ეს ტოლი იქნება M-ი M-დითთან RT. ხოლო ქვემოთ რა გვექნება? მოდით ეს 4-იანი ტოლობის აქეთ გადმოვიტანოთ, ანუ დაგვრჩება 4-ჯერ 2P0 ვენური, 8P0 ვენური, ტოლი გამოგივა M B მდგომარეობაში M-დითთან RT. ჩვენი მიზანი არის განვსაზღვროთ MB. ამიტომ მოდი ქვედა განტოლება გავყოთ ზედაზე. მივიღებთ რომ MB შეფარდებული M-დითთან RT გაყოფილი M-ი შეფარდებული M-დითთან RT ტოლი არის 8P0 ვენური შეფარდებული 12P0 ვენურთან. RT-ები შეგვეკვეცება, M-ები შეგვეკვეცება, P0 ვენურები შეგვეკვეცება, დაგვრჩება რომ MB-ს შეფარდება M-თან ტოლი არის 8/12-ის, ამებსაც თუ შეგვეცავთ 2-3-თან დაგვრჩება, ეს უდრის 2/13-ს, საიდანაც MB ტოლი ყოფილა 2M13-ის.
ესე იგი, პასუხი ყოფილა B.